ზოგადად ლოცვის დროს ადამიანმა საერთოდ არ იცოდეს ეშმანკი ვინ არის, როგორც კი მართლა იწყებს ლოცვის ანუ ღმერთთან კომუნიკაციას, როცა ცდილობს და სწავლას იწყებს, მაშინ ის გაიცნობს ეშმაკს იმ აზრებით, რა აზრებსაც აწვდის, ისეთი აზრები მოგივარა ცხოვრებაში, არ გიფიქრია, თქნარება, თავის მოფხანა, რაღაცა სხეული მოკლედ აქტივდება, მაშინ ანუ პრობლემები, ან დისკომფორტს გიქმნის, რომელიც ლოცვის გარეთ არ აქვს. ეს ვისაც აქვს მცდელობა, რომ ღმერთთან კომუნიკაცია პიროვნული ისწავლოს, ლოცვა სწავლა ჭირდება მე და გითხრათ, ეს არის მეცნიერებათა მეცნიერება და აი როგორც ახლა მაგრამ ვერცეთ საგანში პროფესიონალი ვერ გახდები თუ არ გაიარა ეს აკადემიური განათლება უნდა მიიღო, ხო? აი ვერ გახდები კარგი ფიზიკოსი, კარგი ფილოლოგი და თუ აკადემიური განათლება არ მიიღე. ვერ ისწავლი ლოცვას თუ კარგი სულიერი აკადემიური განათლება არ მიიღე. არ გულისხმობ სასულიერო აკადემია სემინარიას და მეგულისხმობ აი სულიერი ცხოვრების პრაქტიკული აკადემია, ანუ სულიერი ცხოვრება, ისწავლება, ლოცვა ისწავლება, გესმით? და ვინც ამას შეუდგება პრინციპულად, ის ეშმაკს იცნობს ეგრევე. ის როგორც პერსონას, როგორც ცოცხალს, როგორც გონიერს, რომელმაც იცის, რითი დაგბომბოს, რითი შეგაწუხოს, რითი და მოგიშალოს ის ნერვები, რითი შეგიშალოს ხელი ლოცვაში, აი ეს არის ბოროტი მოქმედებს, კი ბატონო. განსაკუთრებულად მაშინ თუ მართლა ცდილობ, რომ ესე იგი სწორად ისწავლო ლოცვა.